ამ ვიდეოში ნახავთ. აუ, ეს რა გემრიელად გამოიყურება. ქუთაისურ პუბლიკს გავს, ოღონ თავზე რო აქვს მოყრილი რაღაცეები, აი იმას. Чопай, მაგარის ჩერკუპაჩო ეძახი, ჩოპის უკეთესო ეძახი. აი, რა კარგად გამოიყურება. ასე რომ ქუთაისში გევია, რომ ხოგადეირია ხალხის, აი, ესეც შემდეგი სტიფადო ქვია, და ამათ ეძახიან პატარა ხალხები სპეციალურად იყიდება სტიფადოს ხალხი. ტომატში შემწვარი ზღვა არის ჩათვალეთ რა. ნაიმე. ასეთ ძეგემო. მოვიდა ჩემი ხორცის ბურთები, სოუსი მოყვება და ფრი. ფეტასონი აქვს, პომიდორი, ბეკონი, კატლეტი. გაუმარჯოს კაი ხალხს, მოგესალმებით საბერძნეთიდან. დღეს გადავწყვიტე რომ ბერძნული კერძები დავაგემოვნო. ხო და დავიწყებ სახლიდან და ნენელა გაჩვენებთ ყველაფერს. მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ვიდეო. აი როგორც თქვენ პასტიციოს უძახიან, არ ვიცი რამდენადაა ბერძნული, მაგრამ ბერძნები იძახიან რომ ბერძნული არისო და რა ვიცი. არის მაკარონი, ფარში და ზემოდან აქვს სომივით რაღაც, არ ვიცი რა არის. აი გავსინჯოთ აბა, ჯერ ეს ნახოთ ზედა რა არის. რა აქვს ზემოთ? ბეშამელი. რითი კეთება? ქვილი, გარაქი, რძე, კრემია. აცხობენ ჰაერგულებში. გავსინჯავა ხამ კრემს. ფაფის გემოზე მიდის. საქონლის ფარში დაგაკეთებული და შეგნით აქ, მე მგონი ბულგარული რაღაც წვანილები, აი. სხვანაირ გემოზე აქვს. ამას ზეითუნის ზეთსაც ხარ უშვებიან. ხო და მაგით აქვს სხვანაირ გემო. ზეითუნის ზეთი არ მიყვარს. ყველაფერს ერთად ვნახავ როგორი გემო აქვს. ერთიანობაში ძალიან უცხო გემო აქვს. ქართველებისთვის არ არის ნაცნობი გემო. ჩვენ გვიყარს რაღაც ინტენსიური გემოები, ამას ძალიან ნეიტრალური გემო აქვს. სუნი სხვანაირი აქვს. ასე ერთხელ საჭმელად დავარა. კარგი, პასტიციო გავსინჯეთ. ახლა სხვა რამე გავსინჯოთ. აი ეს არის სპეცოფაის ეძახიან. ამას აქვს სხვადასხვა ფერის ბულგარული, ტომატი, ხახვი და აი ეს. ეს ცეხვი არ გეგონოთ. ეს არის კუპატი, აქაური კუპატი არის. კაი გემო უნდა გქონდეს ამასაც. ოჯახში დამზადებული კუპატი. პასტიციოზე კაი გემო ამას უნდა გქონდეს ჩემი აზრით. რა გემრიელი სუნი აქვს. და აი ახლა წვანე ბულგარულით დავიწყოთ. ამას მარილი საკმარისად აქვს და ტომატის კარგად აქვს და ბულგარული არის ჩვეულებრივად ხუმელშია გამომცხვარი ოპერაც ვატყობ. ეს ტომატიც ძალიან კაია და ნივრის გემოც აქვს ის. უნდა წითელი ბულგარულიც ნახოთ. ამას უფრო ინტენსიური ბულგარულის გემო აქვს. გემრიელია რა. თავარი ინგრედიენტი ამაში არის კუპატი. კუპატი ნახოთ აბა. საინტერესო გემოა. ჩვენთან რო კუპატია, იმნაირი გემო არ აქვს. რაღაც თავისებური გემოა. ვერა გიწევთ. იმნაირი გემო აქვს. უფრო შავი პიმპილის გემო, ანუ მიდის ხორცის გემო და სპეციფიური საკმარისია ალბათ. და მისი გემო აქვს. მე მომეწონა, კაი გემოა. ყველაფერი ერთად ნახოთ. ბულგარულები, კუპატი, ნიორი. კაი კომბინაცია შედის. ყველაფერი ერთმანეთს უხდება რა. გემრიელი არის. მაგრამ მე კუპატს მივეძალები. აი, ესეც შემდეგი, ესეც ბერძნული კერძია? კი, ესეც ბერძნულია, ვაფეხა, სტიფადო ქვია, და ამათ ეძახიან პატარა ხალხები სპეციალურად იყიდება სტიფადოს ხალხი. და
მზადება ქათვით, მზადება საქონლის ხორცით, უფრო მეტად მზადება კურდღლის ხორცი. მაგრამ მე ხო იცი მრავალფეროვნება ხალხის მოგონილია. მაგრამ მე გავაკეთე რა გერია ხორცი და ვაფეხა. გავსინჯოთ 8 ფეხას სტიფადო. ამას აქვს ხახვები. აი როგორ გამოიყურება. შესახედავად ძალიან კარგად გამოიყურება. სუნი აქვს კილკის. კილკის სუნი. ხახვი ალბათ იცით რომ მიყვარს და ხახვით დავიწყებ გასინჯოს. აი ამით. აი მოტკბო გემოაქვს ხავს და ტომატის გემოაქვს და კიდე იმას გეუბნებით რომ ვერ დავამოღამე თევზეულობა და თევზის გემოც მოაქვს. ნუ ერთიანობაში ხახვი გააბუჭა 8 ფეხამ. ეს კურდღლის ხორცით უკეთესი იქნებოდა. კარგი, ახლა თქვენი ხათრით 8 ფეხასაც გავსინჯავ. მოდით აბა. აი, ნახე. არა, მოსინჯეთი. ნაიმე. ასეთი გემოა. რა ის გემო არა აქვს? ახლა ფუთქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვისაც თევზეულობა მოგწონთ, ძალიან მაგარი რაღაცა იქნება, იმიტომ რომ ზღვის გემო მოაქვს რა. თევზეულობის გემო კი არა აქვს, პირდაპირ ზღვის გემოა. ტომატში შემწვარი ზღვა არის ჩათვალეთ რა. მე აი ამას ალით დავრეცხავ და ირმას გადავულოცავ. მე ამას აი 8 ფეხით აღარ შევჭამ. კურდღლის ხორცით სტიფადო კარგი იქნება. ხახვი მიყვარს, ტომატში შემწვარი კურდღელი და თან ხახვი კარგი იქნება. გამოვედით გარეთ და საბერძნეთში რა უნდა ჭამოახლა. ბერძნული. სულაკი. და სულაკის საჭმელად გამოვედით. შეფასებები ვნახეთ Google-ში და აქ მოგვიყვანა და ცოტა ხანში გაკეთება ახლა და გავსინჯავ და გეტყვით ყველაფერს. გამოიწერეთ მანამდე ყვაზე ვიყავი და უწითლებული ვარ. მოვიდა ჩვენი სულაკი. აი რა კარგად გამოიყურება. დიდია თანა. გამხელა. რა კაი სუნია. ხორცი არის კარგად დამარინადებული, რაფერად შევაწყვე, კაი სუნია. რა მწვადი სუნი მოაქვს. მოდი აბა ხორცი გავსინჯოთ მარტო. ორი ხორცის გემო აქვს. გემრიელი ხორცია. რა გემრიელი სუნია. აქედან არაჟანი ჩანს და არაჟნიდან მოგბეჭავ, რომ ბერძნული გემოები მოიტანოს პირდაპირ. რა გემრიელია. რანერი გემრიელია, იცი? ფრიცა აქვს. ან ძამშია და ან მართალი ყოფილა ამის შეფასება რომ კაი არისო. მაგრამ საქმე იმაშია, იმიტომ ხوار გააკეთე ნეტაი კაი რომ ვიდეოს ვიღებ, იმიტომ ვიდეოს გადაღების პროცესში ყველა გაქცევს ყურადღებას რა. იმედია ყველასთვის ამნაირი იქნება. ძალიან გემრიელი არის. ბევრ რაღაცას ვერ დავუმოყავე საბერძნეთში და აი ეს ძალიან გემრიელი არის. სულაკს პლუსი, აია. წინა ჩამოსვლაზე 100 არ გამსწორებია, ეგ ძალიან გემრიელი იყო. კიდე აქ რას დავაკვირდით, ცი? კოკა-კოლა. და ყველა ფრის თავსახურები არის. აი მოხსნი და ასე გადმოდის რა. ძალიან დამძაბა ამან, ასე მგონია რომ მოხსენი და მე კიდე მინდა რომ მოვაჭრო, რომ იმას ამიწებებული იმას ვფიქრობ. ეხლა გადავიხდით და რა გადავიხადეთ კეთყვით. 7 ევრო ყენდა. ეს მეორეც 7 ევრო ყენდა. Thank you. თანამშრომლები ძალიან კულტურები და კარგები არიან. Thank you. Thank you so much. 20 ევროსი იყო. წავედით ახლა სხვა კერძი გავსინჯოთ.ია. რას მიყურებ? აი ქუთაისელი კაცი, შორტიკებით გაფერდები არები. ასე რომ ქუთაისში გევიარო, ხო გადაირია ხალხის იმ თან წითელი ზედა. შეიძლება. არა, წითელი ქუთაისური ფერი. კაი წევით ახლა. მოვედით შემდეგ ადგილზე და უნდა გავსინჯო, შემდეგი ასე თუ ისე ბერძნული კერძები. აფესავით ნახეთ. რას დავაკვირდით, წყალი მოაქვს სულ. წყალი უფასოა.
მე როგორც გითხარით, ევზეულობა არ მეყვარს, ირმა მიდიები შეუკვეთა და ერთს გავსინჯა, ვიცე, თქვენი ხათრით და ჩემთვის შეუკვეთე ხორცის ბურთები არის. რაღაც ბერძნული კერძი არის, რაფერაც მითხრენ და რა გავსინჯავ და გეტყვით როგორი იქნება და რა იქნება. ლუდი მოვიდა, ძალიან მეყვარს. გემრიელია ძალიან. კარტერის პური და ეს რა არის? არაჟანია ნეტავი. თელი ნახეთ რა არის. შეულებრივ ტომატია. ეს რა არის? ეს დამჟავებული არაჟნის გემოა. მოდი აბა რაფერ შედის ეს ორი ერთმანეთთან თუ ასე მოიტანენ შეიძლება შედის რეაქციაში და უფრო გემრიელია რა. რა უცნაური გემოა და კაი გემოა. მოვიდა ჩემი ხორცის ბურთები, სოუსი მოყვება და ფრი. შეხედე რანაირი აფუკი არის. მე სხვანაირი მეგონა კატლეტის სტილზე მეგონა თუ იქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდია. იშლება. ხორცის და სუნელების სუნია. შემწვარი ხორცის გემოა პიტნასთან ერთად. და ფრი ნახოთ. ფრი გემრიელია, ორეგანო აქვს ზემოდან მოყრილი. ეს ბურთიც გემრიელია. მოდი ამ სოუსთან ერთად ნახოთ, იქნება ყველანაირი გემო მიცეს რამის. არაჟანი უნდა იყოს წესი, ზემოდან პომიდორი აქვს და ხახვი. და მწვანეები. ცოტა მომჟავო არაჟანია. და პომიდორმაც და მწვანელებმა და ხახმა ძალიან კაი გემომიცა. ხორცი. ფრი. ერთმანეთი შეავსო ამ ყველაფერმა. რაფერაც დავაკვირდე, საბერძნეთში უყვართ არაჟანი და არაჟანში რაღაცების ჭაყრა. კარგი ახლა თქვენი ხათრით მიდიებსაც გავსინჯა. ხელს მოვკიდებ და ხელი ჭერდა, მე არ ვიცი ამით არაფერი. გამოიყურება ჩემთვის ცუდად. გემო ალბათ უფრო ცუდი აქვს. კონსისტენცია აქვს, ძალიან რბილი და როგორიც არ მიყვარს, კონს მაგონებს და კონს ვერ ვიტან. სუნი გაქრობილი აქვს მწვანილებით. ალბათ, აი ნახოთ ალბათ. ჩემდა გასაკვირად ძალიან გემრიელი გამოდგა. მან ძალიან კაი შექმაზული არის. ან მიდია ასე გემრიელი არის. საერთოდ თევზის გემო არ მეყვარს, ამას თევზის გემო არ აქვს. რაღაც სხვანაირი გემო აქვს. და ეს ყველაფერი შეგნით საწეველი, სუნელები ყველაფერი ძალიან გემრიელი გემოზე მიყავს. მომჟავო გემო აქვს და კარგი არის. თქვი თქვენი ხათრი თქვა, მაგრამ რა არის იცი? ეს სოუსია ძალიან გემრიელი. აი ეს თქვენს მოგწონთ ჭამის კონტენტით და უკვე მეც მომწონს, იმიტომ მიდიას ახლა არ შეუკვეთავდი თქვენ რო არა და გავსინჯე და მომეწონა. ანუ მიდია მყარებია. ან კარგად შექმაზული მიდია მეყვარს. ძალიან გემრიელადაა შექმაზული, ბევრი ხახვი აქვს, მწვანილები და მჟავე გემო აქვს რაღაც. აი ძალიან კაი გასართობია. ეს ლუთთან მიდის ძალიან კარგად თან. აქ გასაოცარი არის ჩემი ინგლისურის დონე. You come to Georgia. It's good. It's food very good, Georgians. Oh, and country very good. ახლა საზამთროს შევჭამ. საზამთრო თბილია, კაცი ვარში უნდა შეედოთ. მაგრამ არა უჩავს. ვაჩუქენ და მაგაზეც მადლობელი ვარ. და 43 ევრო. კარგი, ახლა წავედით და შემდეგი კერძი დავაგემოვნოთ რამე. გამოვედით გარეთ, შეინოვ. აი, ლელა შეხვდა, მეგობარ, ლალიკოს. აი დავჯექით ყავის დასალევად. წყალი სულმო, ხო? ასრებს ყავას ხალი მოსვლა. ალბათ მოვიდოთ ცოტა ხანში. ახლა ყავას დალევენ გოგოები. მე წვენს დავლევ.
რაღაცას და წავიდეთ მერე შემდეგ ადგილზე. გემრიელესი ყავა. ტიფის ეშაკეთებენ ძალიან მაგარი ყავა. მოვიდა. ჩემ ფორთოხლის ნატურალური წვენი. უმას რა აქვს? მანდარინი, გრეიპფრუტი. მარტო ფორთოხალი არა. აია. წავედით ახლა სხვაგან. კაფეში მოვედით. ერთ-ერთი კვირა დღე არის და კრიბებიან ასე. მოვლიან კიდე კაკალები და შეიკრიბებიან და რაღაცა შევკამ და მეც მოგიყვებით რანაირი არის. მოვიდა შეიკრიბა სამეგობრო. ლუც დავაგამოვდა. აი ნოტი არის. სალათა ხაშევ. ძალიან გემრიელი სალათა. მოგვის соуსი აქვს. ძალიან გემრიელია. პირმა დალელა რადგანაც ხორცს არ ჭამს, რაღაც არის. ხორცს გავს ისე. რავი, შეხედულება კატლეტის აქვს, მაგრამ რა არის, არ ვიცი. ეს რა არის? ყველიანი ბურთულები, რა ვიცი. კარტოფილიანი და ყველიანი ბურთულები. აუ, ეს რა გემრიელად გამოიყურება. მოდი ხორცი. აუ, რა გემრიელი სული აქვს. კარგი დამარინადებული არის. ვსაუბრობთ რაღაცეებს. თქვენ მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. 7 წლის წინ ვიყავი საბერძნეთში და მეგონა ბერძნულსამზარეულო არ მეყვარდა, მაგრამ ახლა რო გავსინჯე რაღაცეები, ან გევიზარდე და გემომივიდა, ან მართლა გემრიელი არის. ძალიან სასიამოვნო ხალხთან ერთად გავატარეთ დრო. გემრიელად ჭამეთ, ბევრი ვილაპარაკეთ. კარგად. კაი, გავაქცევთ. დუხს ყველაფერი. დღეს არის 45 გრადუსი. მზეზე გასვლა არ შეიძლება, იმნაირი უბედური სიცხეა. პუბლიკი უნდა ვიყიდო აქაური. Hello. Hello. This is Radoshanik Kuluri. უცებ. ამაში მივეცით 70 ცენტი. რა არის არც ვიცი ისე. ქუთაისურ პუბლიკს გავს. ოღონ თავზე რო აქვს მოყრილი რაღაცეები, აი იმას. ჩვეულებრივი პურია. არაფრის გემო არ აქვს. ზოგ ადგილზე ხმელია, ზოგ ადგილზე რბილია. ბოდიში, მაგრამ ამის ჭამას მე არ ვაპირებ. წევით ახლა და რაცხა სხვა ვნახოთ. მოდი ახლა შევიდეთ, აგერ ბურგერ ჰაუსი არის და ბურგერი ვჭამოთ. მინდა გითხრათ, რომ ყველა ობიექტებზე ვეგეტარიანელებს პატივს სცემენ რა, მენიუ ცალკე არის. ვეგან ბურგერი გინდა? ბურგერი ვეგანური. კი. შევკვეთეთ 19 ევროს და 70 ცენტისა. და თუ გაქვთ ნაყურები ჩემი ვიდეოები, ქუთაისში რო გავიარე სადღაც და ბურგერები და რაღაცეები შევჭამე, მოდი აქაც ნახოთ და აქაც შევატაროთ, რა ხდება და რა ფერ არის. მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ვიდეო. მადლობა ყველას. ჩვენი ბურგერი მოვიდა. აი, როგორ გამოიყურება. ფეტასონი აქვს, პომიდორი, ბეკონი, კატლეტი და ბულკეც რა რბილია. მე ვნახოთ აბა ახლა. მარილოა. ძალიან მშრალი ფრი არის. მაკდონალდში არის ყველგან ერთნაირი ფრი. თუ გინდა ფრის ჭამა, მიდი მაკდონალდში. მე მაკდონალდსის ფრი მომწონს. ეს სავარაუდოდ ყველის соуსი არის. არა, მდოგვი არის, მე მგონი. და ნაგეტსები. ჯერ მარტო ნაგეტს გავსინჯავ. ღაზის ნაგეტსზე უკეთესი არის. соусთან ერთად ვნახოთ, იქნება გამოასწოროს სიტუაცია. იგი соуსი თუ საშინელება არა, ყოველთვის ასწორებს სიტუაციას. კბილი მდოგვის გემო აქვს. მოდი ახლა ბურგერიც გავსინჯოთ. იმ ნაწილიდან გავსინჯოთ, სადაცაა ბეკონი და ყველაფერი ერთად რა. თავისი ადგილი მონახა. ხორცა, კაი გემო, ძალიან.
რაღაც შებოლილის გემოზე მიდის. ბურგერი გემრიელია კი. ო, კი. კაია. გემრიელია, წევიდა ერთად. ნაგეციც მივაყოლოთ. ბურგერის დიდი არის. მართალია ქუთაისში ხელთათმანებიც მოყვება ამ ყველაფერს. აქ არ მოყვება, მაგრამ მე რა უშავს. ქევზის არის? მე როგორ მოხდეს? ეს მე ის არის. ჯონი შეჭა. კარგი, ამ თქვა ადგილზე, რა ვიცი, ბურგერის გარდა არაფერი არ ვარგოდა, ჩემი გემოთი. ირმასაც არ მოეწონა თავისი ბურგერი. ერთიანობაში აქაური საჭმელი ძალიან მომეწონა. ჩვენიერი სამზარეულო აქვს. მადლობა ყველას, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.